მზადება დამოუკიდებლობის დღისათვის. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულად და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება მთელ ქვეყანაში. რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული კი გვაერთიანებს, ეს იქნება მთავარი გზავნილი, რადგან საქართველოს წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილესაც ეიმობს. მაკუნა აბულაძე გვერდება. რწმენა და სიყვარული კიდევ ერთხელ გაერთიანებს ქართველებს და ეს ერთობა მოხდება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული თარიღის ირგვლივ. 26 მაისი დღე, რომელიც მართლაც ყველასია და ამ დღეს წელს საქართველოს უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიებებით შეხვდება. სამზადისი აქტიურ ფაზაშია, ზუსტდება ბოლო დეტალები, მიმდინარეობს რეპეტიციები და როგორც წინასწარ ცნობილია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ 26 მაისი ისევე განსაკუთრებულად იზეიმოს, როგორი განსაკუთრებულიც არის ამ თარიღის მნიშვნელობა. და ზუსტად 5 დღეში სრულიად საქართველოს ისევ უერთგულებს იდეას, რა იდეითაც დაიბადა 1918 წლის 26 მაისი. 17 საათსა და 10 წუთზე ახალი, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. დღე წარმოადგენს დამოუკიდებლობის სიმბოლოს და თითოეული სამხედრო არის დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოსთვის. ეს ისტორიული თარიღი განსაკუთრებით ემოციური ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მცველებისთვის არის. ზუსტად 5 დღეში დედაქალაქის მთავარ მოედანზე ქართული ჯარი კიდევ ერთხელ და ხმამაღლა იტყვის, რომ მზად არის სიცოცხლის ფასად ემსახუროს სამშობლოს. 600-მდე წვევამდელი კი ფიცს, ერისა და ქვეყნის წინაშე დადებს და ასე დაიწყება მათი გზა თავდაცვის ძალების რიგებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამხედროების მიერ ფიცის დადების ცერემონიალი, რომელიც წელსაც ტრადიციულად ჩატარდება აქ, საქართველოს დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე და ასევე 12 სხვადასხვა ისტორიულად სიმბოლურ ადგილზე, რომლის ნახვის საშუალებაც საქართველოს მოსახლეობას ექნება როგორც აქ ადგილიდან, ასევე პირდაპირ ჩართვის მეშვეობით. წელს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს უპრეცედენტოდ მასშტაბურად აღნიშნავს. ყველა დიდ ქალაქში ახლა ბოლო დეტალები ზუსტდება იმისთვის, რომ მთელმა საქართველომ ეს დღე ისევე განსაკუთრებულად იზეიმოს, როგორი განსაკუთრებული დატვირთვაც აქვს ამ თარიღს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალებისთვის, რადგან თავდაცვის ძალების უმთავრეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. თავდაცვის ძალები ჩართულობისთვის აქტიურად ემზადება და დღესაც თავისუფლების მოედანზე გაიმართა რეპეტიცია. ტრადიციისამებრ წელსაც გვექნება გამოფენები სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანტექნიკის, როგორც დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, ასევე საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქში. 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. ეს იქნება წლევანდელი 26 მაისის გზავნილი. საქართველოს წელს სწორედ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილეს აღნიშნავს. ამიტომაც რწმენა და სიყვარული იქნება ის, რაც მთელ ერს ერთი იდეის გარშემო ისევ გააერთიანებს. რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს, ამითი ყველაფერი ნათქვამია. მართლა უპრეცედენტოდ დიდი სამზადისია, 12 ქალაქია ჩართული. მეცადეთ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც გულით იქნება ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩართული, ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს კულტურას, საქართველოს სხვადასხვა სფეროს, ყველა სამინისტრო იქნება სხვადასხვა ქალაქებში წარმოდგენილი. 26 მაისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. აღნიშნული ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიას გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. მნიშვნელოვანი არის ასევე, რომ გაიმართება გალა კონცერტები დღის ბოლოს, ასევე გვექნება სპორტული, კულტურული პროგრამები ბავშვებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და 17 საათსა და 10 წუთზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. 26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება დედაქალაქში ჯერ კიდევ გუშინ საღამოს დაიწყო. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ. 108 წლის შემდეგაც საქართველოს ისევ იმ იდეის ერთგულია, რომლითაც ეს ისტორია დაიწყო.